ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსის პრემიერმა დღეს მცხეთა მთიანეთის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია გუდაურში გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრები, ადგილობრივი ხელისუფლება და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტირებულად გამოყო რეგიონის ჰიდრორესურსების, სამშენებლო მასალების მოპოვება, ტურიზმის, სოფლის მეურნეობა და ბიოპროდუქტების წარმოება. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. აშენდება ახალი სასტუმროები გუდაურში, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, როგორც ზამთრის, ასევე საზაფხულო სეზონისთვის. ამ რეგიონში შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, როგორც არის მესაქონლეობა, მეცხვარეობა, რძის, ხორცის, ხილბოსნეულის გადამამუშავება წარმოება, მეფუტკრეობა. მცხეთაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ვიზიტორებისთვის პირობები, გეგმავთ არმაზის ციხის კონსერვაციას და შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ძალიცის კონსერვაციას, ბებრის ციხის რეაბილიტაციას, ჯვრის ეკლესიის ტერიტორიაზე ტერიტორიის მოწესრიგებას, შუამღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. დუშეთში ვაპირებთ ისტორიული ქუჩების ურბანულ რეგენერაციას, ასევე საინვესტიციო პროექტების საერთო ჯამურ ღირებულება შეადგენს 60-65 მილიონ ლარს ამ რეგიონში. ეს არის სასტუმროების, ტურისტულ რეკრეაციული კომპლექსების, ცენტრების მშენებლობა, ვაზის და ხეხილის ბაღების გაშენება. ამ ორ წელიწადში რეგიონში განხორციელდა 124 ინფრასტრუქტურული პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს 112 პროექტი. ამ პროექტების ჯამურ ღირებულება გახლავთ წელს 56 მილიონი ლარი. ეს არის გზების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ნაპირსამაგრის სამუშაოები, წყალმომარაგება, განათების პროექტები.